ყველაზე დიდი ტყუილია, რითიც თავს იმშვიდებ, როცა წინსვლა გეზარებ. ან საათობით წვალობ ერთ მომხმარებელზე და ფიქრობ, რომ პრობლემა ჯადოსნურ პინცეტსა თუ წებოშია. შენ გგონია, რომ მთავარი ტექნიკის დაზეპირებაა, მაგრამ სინამდვილეში სწორი ფუნდამენტი წყვეტს ყველაფერს. ამის დასადასტურებლად და ახალი ცოდნის მისაღებად დავესწარი წამწამების დაგრძელების საერთაშორისო კონგრესს. სანამ თემაზე გადავალ, შეინახე ეს ვიდეო და გამოიწერე ჩემი გვერდი, რადგან ვიცი, რომ ძალიან გამოგადგება. სრულიად ახალი მასშტაბური გამოცდილება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა. ინფორმაციულად იმდენად დატვირთული იყო, რომ თითოეულ სიტყვას ვისრულთავდი. სცენაზე იდგნენ მრავალფეროვანი მასტერები საკუთარი უნიკალური ხედვით. რა არ მომეწონა? მხოლოდ ის, რომ ღონისძიება ერთი დღე გაგრძელდა. დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი მეორე დღესაც, რადგან როცა განვითარება გწყურია, დრო არასდროსაა საკმარისი. იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. რეალური პრობლემა ბევრ სპეციალისტში კი არა, მყარი ბაზის არ ქონაშია. სწავლობთ ანიმეს ან Foxy Effects, მაგრამ არ ვიცით თვალის ანატომია და წებოს მუშაობის პრინციპი. უსაძირკო სახლი კი პირველივე ქარზე ინგრევა. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონკურენციამ არ გაგვაქროს? ნუ გამოეკიდები მხოლოდ ტრენდებს, ჯერ ისწავლე ანბანი და მერე დაეწყე. იპოვე მენტორი, რომელიც როგორთან ერთ ატომსაც აკიხვის. თუ ამას არ იზამ, მუდმივად შიშსა და უკმაყოფილ მომხმარებელთან მოგიწევს. წარმატება გამართლება არ არის. ის სწორად ჩაყრილი ფუნდამენტი და მუდმივი ზრდა. შენ რომელ ეტაპზე ხარ ახლა? საძირკველს აშენებ თუ უკვე დეტალებზე გადახვედი? გააზიარე კომენტარებში.